შიშო ნუ გეშინია. ასე დავიწყე საკუთარ შიშებთან კომუნიკაცია ძალიან ბევრი წლის წინ. კი, დღეს ისევ შიშებზე უნდა ვისაუბროთ, რადგან გაცილებით მეტი კითხვა სწორედ შიშებთან დაკავშირებით შემოდის. ყველაფერი აქაც გაცნობიერებით იწყება საკუთარ თავთან ძალიან გულწრფელი კომუნიკაციით. კითხეთ თქვენს თავს, რა არის ის, რისიც ასე ძალიან გეშინიათ, რაც ასე ძალიან განგრევთ, ცხოვრებას გიწამლავთ და გართმევთ. ხომ არ არის ეს მართლა თქვენი ილუზიის ნაწილი და იქნებ რეალურად საფრთხე საერთოდაც არ გემუქრებათ. არ გამოუცხადოთ შიშებს ბრძოლა, უბრალოდ დაუკვირდით საკუთარ თავს. ეცადით, რომ ენერგეტიკული ბმა ამ რაღაც გაუგებარ სიტუაციასთან ჩახსნათ და შესაძლოა ეს თქვენი ილუზიის და წარმოდგენის ნაწილი აღმოჩნდეს და საერთოდაც გაქრეს. ანუ რეალობაში საერთოდ არ დადგეს ის, რაც ასე ძალიან გაშფოთებთ. მაგრამ თუ კი თქვენ ხედავთ მაინც, რომ შესაძლოა მოხდეს ის, რაციც ასე ძალიან გეშინიათ, მაშინ აქაც გაცნობიერებით უნდა დაიწყოთ და რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ იმისკენ, რომ საბოლოოდ ჩაეხსნათ ამ სიტუაციას, საბოლოოდ გაანეიტრალოთ, ან უბრალოდ იპოვოთ ძალიან მარტივი გამოსავალი და რაც მთავარია, შვიდად მიყვეთ ამ პროცესებს. მოკლედ, სამი ნაბიჯის გადადგმა გვიწევს აქ. პირველი, იწყებთ იმის გააზრებით, რა არის ის, რაც შესაძლოა თქვენ თვლით, რომ აუცილებლად დადგება თქვენს რეალობაში. ეს უნდა დაუშვათ გონებით, მაქსიმალურად შეეცადოთ, რომ ცხადად წარმოიდგინოთ უკვე ის შედეგი, ის მოცემულობა, რაც ასე ძალიან გაშფოთებთ. შეეგუეთ ამას გონებით, ემოციურად საკუთარ თავში გაიტარეთ, იგრძენით, რომ ეს მართლა მოხდა უკვე, მოხდა და მორჩა. ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ორი შემთხვევა. მოკლედ, შესაძლოა თქვენი ენერგეტიკული ჩახსის შემდგომ აღარც მოხდეს ეს, იმიტომ რომ თქვენ აღარ გამოყვებავთ თქვენი ენერგიით იმას და არც მოიზიდავთ მარტივად, რომ თქვათ იმ სიტუაციას, რაც ასე ძალიან გაშფოთებთ და მეორე თუ კი მაინც მოხდება, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. მაშინ როცა უკვე თითქმის შეეგუეთ ამას, როცა აღარ გაშფოთებთ, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე მოხდა. მენტალურად, ემოციურად ეს საკუთარ თავში გაიტარეთ და რას აკეთებთ? ძალიან შვიდად, ისე რომ ზედმეტად აღარ ხელავთ, ეძებთ საუკეთესო გზებს, ვარიანტებს, რესურსებს საკუთარ თავში და თქვენს ირგვლივ, როგორ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, რა უნდა გააკეთეთ, რომ შესაძლოა არც დადგეს ეს სიტუაცია თქვენს რეალობაში და თუ დადგება, როგორ გამოხვალთ ისე რომ ნაკლებად დაზარალდეთ. და ბოლოს ძალიან მოკლედ არ გამოუცხადოთ ბრძოლა საკუთარ შიშებს, იმიტომ რომ რისიც ასე ძალიან გვეშინია და მას რაც უფრო მეტად ვებრძვით, უფრო მეტად გვანგრევს. იმიტომ რომ ტვინის რაღაც ნაწილი ჩვენში, რომელსაც შესაძლოა ჩვენ თავადვე შთავაგონით, რომ ეს არის საფრთხე, უბრალოდ იცავს საკუთარ თავსაც და გვიცავს ჩვენც. ამიტომ ძალიან შვიდად შეეცადეთ, რომ ეს ყველაფერი გაანალიზოთ და შეეცადეთ, რომ უბრალოდ და მარტივად ამ სიტუაციებიდან გამოხვიდეთ. მესმის ახლა ალბათ იტყვეთ, რომ ეს უბრალოდ და მარტივად არ ხდება, მაგრამ დამიჯერეთ ხდება. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს ძალიან მყარად ეტყვით, რომ მორჩა, თქვენ ამ სიტუაციას თავი უნდა დააღწიოთ, შიშები გაუშვათ, ან პირიქით თქვენ გამოხვიდეთ ამ შიშებიდან.